გამარჯობა. ეს არის Rolex Solicitor და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სასამართლო იურისდიქციის გამოწვევაზე. შეგიძლიათ თუ არა შეაჩეროთ საქმე ინგლისში. თუ თქვენზე სარჩელი შეიტანეს ინგლისში, მაგრამ ფიქრობთ, რომ საქმე სხვაგან უნდა განხილულიყო, შეგიძლიათ იურისდიქცია გაასაჩივროთ. ეს არ ეხება საქმის არსს. საკითხავია, სად უნდა გაიმართოს დავა. ინგლისის სასამართლოები კითხავენ, არის თუ არა ხელშეკრულებაში ვალიდური იურისდიქციის დებულება. აქვს თუ არა საქმეს მჭირო კავშირი ინგლისთან. არსებობს თუ არა უფრო შესაბამისი ფორუმი საზღვარგარეთ. წესები მკაცრია და ვადა ძალიან მოკლეა. განცხადება უნდა გააკეთოთ სარჩელის მიღების დადასტურებიდან 14 დღეში. თუ დაგაგვიანდებათ, შესაძლოა საქმე ინგლისში მოგიწვიოთ, თუნდაც ეს არასწორი ფორუმი იყოს. სწორად წარმართვის შემთხვევაში იურისდიქციის გამოწვევა სარჩელს მანამდე დაასრულებს, სანამ ის დაიწყება. თუ თქვენზე ინგლისში შეიტანეს სარჩელი, მაგრამ გჯერათ, რომ ის სხვაგან უნდა განხილულიყო, დაგვიკავშირდით Rolex Solicitor-ში. თანაც ახლავე. ჩვენ შევაფასებთ თქვენს მდგომარეობას და გირჩევთ, გაქვთ თუ არა უფლება იურისდიქციის გასაჩივრებლად, სანამ ვადა ამოიწურება.